ერთ დეტალს გეტყვით რა, მაგასთან დაკავშირებით, რომ ეს უბრალოდ საზოგადოებამ მინდა იცოდეს რა, რომ რატო იყო რამოდენიმე გვარი ცნობილი, ასე ვთქვათ, აი იგივე ვიც ჩამოვთვალეთ ეხა ხო, ყველა ერთმა გაანათლოს მათი სულები, უამრავჯერ ვარ მე ნამყოფი ოჯახებში, რომ მოკლეს ესე და საშინელი ისტორიები და ტრაგიკული ამბები იყო და ოჯახის წევრები გთხოვდნენ, რომ რაღაც შეშინებული უკვე აი განადგურებული ოჯახის წევრები და გთხოვდნენ ხოლმე, რომ იქნებ თავი შეიკავოთ და ამაზე მედიაში არ ილაპარაკოთ. ეხლა როცა ოჯახის წევრი ამას გეუბნება, რა ჩვენ კი უფლებადამცველები ვიყავით, მაგრამ ჩვენ უკვე აღარ ვაძლევდით ჩვენ თავს უფლებას, რომ ამაზე გვესაუბრა. ციხეში იმაზე სიკვდილიანობის სტატისტიკით, რომ დედამიწაზე ყველა რეკორდი დაამყარეს. ციხეში ეგ სტატისტიკა არ არის ხალხო სერიოზული და ისა რა ქვია რელევანტური და სწორი. ეგ რეალობა იყო აბსოლუტურად სხვა. იმიტომ რომ ერთი წესი ჰქონდათ მაგათ, იქ ციხეში რომ ცემდნენ ადამიანს სასიკვდილოდ და უკვე რომ სიკვდილის ზღვარზე იყო და იცოდნენ რომ შეიძლება და ვერ გადარჩენილიყო, უცებ გაუკეთებდნენ სასამართლო სახელდახელოდ შეკრიბავდნენ ფორმალურად გაუფორმებდნენ და ან სასჯელს გადაუადებდნენ, ან მოუხსნიდნენ და სახში მიქონდათ. მე ვარ ერთი 10 ოჯახში ვარ ნამყოფი, სადაც ესე უკაცრავად და ნასილკით მიიტანეს ადამიანი და კარში დაუდეს ესე. სულის მღაფავი ადამიანი და ან რამოდენიმე საათში ან მეორე დღეს რო გარდაიცვალა. ეგეთ ოჯახებში ვარ ნამყოფი, სადაც ვეხვეწებოდით, რომ იქნებ რამე გვეთქვა და გთხოვდნენ, რომ არა იცი, ჩვენ ოჯახის სხვა შვილები და ისინი შეიძლება დაგვიხოცონო. ეხლა რომ რაღაცა არ მოწონთ ის ციხის პირობები და თურმე გვარამიას რაღაცა ტელევიზორი არ დაახვედრეს იქ ჩართული და ხმა აწეული. არა უშავს შეიძენს, როგორც ყველა პატიმარი აკეთებს ამას და ტელევიზორიც ექნება. დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია ქართულ საპატიმროში.